თუ ამას არ შემოგვაყვანიებენ, მაშინ ბიზნესაც გავაჩერებთ. როგორ? არ უნდა გავაჩეროთ. ხო, აიღორეთ. პიკაპი, საერთოდ პიკაპია, ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს, ძალიან კარგი ავტომობილია და შეხედე რა ფერი გინდა, როგორი გინდა ჩვენ ეს ყავს. აი ეს არის პიკაპი მარი. და ჩვენ ახლა რას ვაკეთებთ? ჩვენ აი ამ წუთას აი ამ პიკაპს ვარეკლამებთ და ვარეკლამებთ მთავარი ამ პიკაპისთვის არის ეს უკან საბარკულს ეძახიან. ერთ-ერთი ჩემი დაჭერის მიზეზი, ერთ-ერთი 10-დან იყო რომ არც პიკაპი შემომიყვანა, არც მანქანა შემომიყვანა საერთოდ და არც კანოპე. როგორე? ამ ავტომობილზე კანოპე ისა ჭირდება. გინდა არ გინდა ჭირდება და შენ შეხედე ახლა ჩვენი აქედან ჩვენ ვართ ოფიციალური დილერები აი ამ კანოპეების. მოდიგიო, აი წუხელ ჩვენ შემოვიტანეთ ნახევარი აი ეს კანოპეები. ეს აი ხო ვიზუალურადაც კარგია. აი როცა საქართველოში რაღაცა კეთდება, რაღაცას აკეთებ, აი უნდა გიხაროდეს, ხო? რაღაცა შემოაქვთ. მე ამას აქ 20 დღეში გავაკეთებ ამ წარმოებას. მაგრამ ესე მომიხაკუნებენ და მეტყვიან, არ გინდა ბიჭო, ეს ერთ-ერთი პარლამენტარის ძმის ბიზნესია და რა ვქნათ მე? არ გაცდიან. და არ მაცდიან. ცხოვრებას არ მაცდიან, მუშაობას არ მაცდიან. ზუსტად იციან რამდენ ფულს შოულობ. იმათმაც და ამათმაც. ზუსტად ითვლიან ჩემზე უკეთესად იციან რამდენ ფულს შოულობ. კი, იციან. აი უყურე, ეს კანოპეები, გიო, ეს კანოპეები შემოვიდა წუხელ. და შემოგვივიდა 300 ავტომობილისთვის. შეხედე. აი ეს ყველაზე საუკეთესოა პიკაპებისთვის. ჩვენ ეს გვაქვს Toyotas, Nissanis, Mitsubishis, Fordis, Mercedesis, აი ნებისმიერი რატო იცი რაც ადგილზე გვაქვს, ვიცით საქართველოში რომელი პიკაპები დადის, ხო? თუ ამ წუთას მე აქ არ მაქვს, შეგიძლია მოიყვანო ის შენი პიკაპი, რაღაცა ზომები ხო არის და ზუსტად ზომებს ავიღებთ, გავაგზავნით და ჩამოვიტანთ და ერთ თვეში ჩაგაბარებთ. მეტი რაქნას ამ ადამიანმა არ ვიცი. ერთმა გოგომ დამირეკა. ძალიან კარგი კაცი ხარო. მომწონ ხარო. ყველანაირად, მაგრამ ქალთან ახლოს არ მიხვიდეოდა. ახლა მინდა ის რო არის რულეტკა, ხო იცი? ხო.